რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბებით. აუცილებლად მოიწონეთ და გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. პირველ რიგში მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მე მინდა ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემი პირადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისადმი. ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს. რა თქმა უნდა, ამ დიდი გამარჯვების თავარ შემოქმედს ჩვენი პარტიის დამფუძნებელ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. დღეს არის 1 ოქტომბერი და ბიძინაობა. ამ უდიდესი მიღწევებით უპირველეს ყოვლისა მადლობა ეკუთვნის ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რუსთავის მე-12 დაწესებულებას ცოტა ახლა ავტორიტეტი გამოუხსოვდა, თორემ აქამდე სავსე იყო პოლიტპატიმრებით, ტყუილად დაჭერილი ადამიანებით, ვინც უბრალოდ ნერვებს უშლიდა რუსბორიას და დაიჭირა. ახლა კი ციხეს ნამდვილი დამნაშავეები გაუჩნდა. სუსის ყოფილი უფროსი, ორგზის ყოფილი პრემიერი, შეთავსებით შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. ესენი ყველანი დამსახურებულად. თან ეს უკანასკნელი თვითაღიარებული დამნაშავეა. ხელი მოაწერა საპროცესოს და 5 წელზე დაიყოლია. დაყოლება და დათმობა თუ იყო 5 წელი რაღა არისო, არ გიჩნდებათ კითხვა. გიჩნდებათ. სანამ რუსული რეჟიმი არ გადავარდება, ალბათ მხოლოდ ვერსიების აგება და ანალიზი მოგვიწევს. მერე კი იცოცხლე ნიაღვრა წამოვა ამბები რა მოხდა და როგორ. ბორის ივანაშვილი საყვარელ ბიჭს, როგორც თავად უწოდებდა, იმდენი უპოვნეს 12 წლამდე აუყვანეს მუხლი. ჩხრეკა 17 ოქტომბერს. პროცესი 24 ოქტომბერს. მილიონიანი გირავდა თავისუფლება 2 თვე-ნახევრით. ეს 2 თვე-ნახევარი დასჭირდა მოლაპარაკებას, რამდენს ჩაუტანდა ბორის ივანაშვილს და რამდენს დაუტოვებდა ოჯახს, ციხიდან გამოსვლამდე რომ ყოფნოდათ. ეს ვერსია. ოღონდ მგონი ყველაზე ლოგიკური რა კი. 12 თებერვლისთვის დანიშნული პროცესი უცებ 12 იანვარს ჩატარდა და სასამართლოს დარბაზში შესული არ იყო ღარიბაშვილმა კარიდანვე დაიძახა დამნაშავე ვარო. რა მოხდებოდა რომ გაჯიუტებულიყო? მაინც გიზიყელი კაცია. აქაც მხოლოდ ვერსიები მაქვს, მაგრამ -7 წელი მაინც -7 წელია. ღვინის ქარხანაა, ბაკურიანის ტყეც და უამრავი სხვა რამაც, რაც არ ვიცი და რაც ამ გარიგებით შეინარჩუნა. ჰქონდა სხვა გზა? ჰქონდა. ოღონდ ალბათ ძალიან მოკლე, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ბორის ივანაშვილისა იცის ყველაფერი, მართლა ყველაფერი, ბოლო 20 წლის. საინტერესო არა მხოლოდ ყვითელი პრესისთვის, არამედ არაერთი სპეცსამსახურისთვისაც. თავის მხრივ ივანაშვილმაც ყველაფერი იცის ღარიბაშვილისა. იცის მაგალითად ჰაკიმ-ფაშას მთელი ისტორია, იცის ჩოკუტაევის მთელი ისტორია, იცის გარეჯის მთელი ისტორია, იცის თვითონ რა დაუალებია და იმას რა შეუსრულებია ძაღლის მონდომებით. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა, რომელიც საშუალება რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას თქვენთან ერთად, ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. ცოლის დამ ერთი წაიწუწუნა Facebook-ზე არასწორად მოექცნენ ჩვენი ოჯახის თვალსო და ეგ იყო სულ. არც ქუჩებში გამოვარდნილა არავინ, არც ბარიკადები უშენებიათ, არც პრესკონფერენციები მოუწყიათ, რომ ბორის ივანაშვილი პირადად ატერორებს მთელ ოჯახს. განსხვავებით მისი სიმამრის დაპატიმრებისგან წინა ხელისუფლების დროს, რომელზე ლაპარაკითაც არც ეს 13 წელი დაიღალნენ და არც არასდროს დაიღლებიან. აი იმ სიმამრზეა საუბარი, რომელიც ყველაზე ცუდ წლებში კახეთის პოლიციის უფროსი იყო და ვის სახელსაც მუდმივად ატრიალებდნენ ძალიან საშიშ სიტყვებთან ერთად, როგორიცაა ბანკისი, ნარკოტიკი, პიტერ შოუ, გიორგი სანაია, მარიამ გოგინაშვილი, შოთა ჭიჭიაშვილი. ეს 5 წელი თქვენს მოსატყუებლადაა მოგონილი. არაპირებს რუსი ბორია თავისი ხელის ბიჭი დიდხანს ასუნთქოს იმავე ჰაერით, რიცაც საძულველი ნაცები სუნთქავენ, სააკაშვილი დაწყებული. კიდევ ბევრი შეწყალება იქნება, არ იქნება და ამას მოუგონებენ. პოლიტიკურ თანამდებობაზე აღარ ასწევს, მაგრამ პურის ფულს არ მოაკლებს. შვილს ჩარტერებით აღარ ატარებინებს ყოველ ლექციაზე, მაგრამ არც უსწავლელს დაუტოვებს. და ამისთვისაც მადლობა ბატონო ბიძინა. ბიუჯეტის ქურდებისა და ყაჩაღების აღმზრდელო და საყვარელო მფარველო. გამოუშვი მალე და რაც გინდა ის დაუძახე მერე. ოთხი რჩევა მაქვს, სულ 4. რჩევა ნომერ 1. კოლეგა ჟურნალისტებს. ორი თვალი რომ გაახილოთ ხოლმე, მე მგონი არ გავნებთ. როცა სუბიექტი გეუბნებათ არ ვარ მონაკოშიო და უჯერებთ, ჩაუყევით იმ გვერდს, სადაც ეს ვიდეო ქვეყნდება და წაიკითხეთ როდინდელია ვიდეო. და შემდეგ კითხვა მონაკოში ხარ თუ არა, მარტივად შეიძლება კითხვით მონაკოში როდის იყავით. მარტივია. რჩევა ნომერი 2. კოლეგა სტრატკომებს, პიარშიკებს, მოკლედ, პროპაგანდისტებსა და პროპაგანდონებს. უკვე მე რამდენად კრიზისულ ვითარებაში მოქმედების ყველაზე უარეს ალგორითმს ირჩევთ.
ბრიყულს. Argumentად ხელოვნური ინტელექტის დასახელებას ჯობდა ყველაფერი, მათ შორის ცისფერკაბიანი გოგონას გასაღება ბიძაშვილის მამიდაშვილად, ან ბაღის მეგობრად, ან კაი ბიჭის დაიკოთ, ან ძმაკაცის შეყვარებულად. იმიტომ რომ აი იმ ჩატეხილ მტევანს მხოლოდ ქოცები და ოკრებას მარშრუტკის მძღოლები რომ აკეთებენ ფანჯრიდან გადმოყოფისას, მაგას დედამიწის ზურგზე ვერა ხელოვნური ინტელექტი ვერ მოერევა, ვერც ფასიანი და ვერც უფასო. მან გაიყიდეთ უკვე მეორედ. რჩევა ნომერი 3. სუსტსა და დანარჩენ სახელმწიფო აპარატს. თქვენც ძმებო, მაიორ მდინარაძის ხელმძღვანელობით კრიზისულ ვითარებაში მოქმედების ასევე ყველაზე უარესი ალგორითმი აირჩიეთ. როცა ხედავთ, რომ მართლა მთელმა დუნიამ გაიზიარა ვიდეო და ამოიღო ყბაში კონკრეტული ტიპი, ნუ ღარ ხარჯავთ ფულსა და ადამიანურ რესურსს ამ ვიდეოს წაშლაზე. პირველ წყაროს რომ წააშლევიებთ, კიდევ უფრო სასაცილო ხდება მერე ეგ ამბავი. ახლა უკვე ერთ კონკრეტულ ტიპს კი არ დასცინდის ქვეყანა, არამედ მთელ სახელმწიფო მანქანას, რომელსაც ახლა საქმე გამოუჩნდა პირობითი ირაკლი ზარუქვას მორალური სახისა და ოჯახის გადასარჩენად. რჩევა ნომერი 4. იმათ ვისაც გონია რომ პოლიტიკოსები არიან. ამ რჩევას აქვს 3 ქვერჩევა. 1. გახსოვდეთ მერფის კანონი, რომელიც ისეთივე უნივერსალურია, როგორც გრავიტაციის კანონი. ფარცაგი, რომელიც შეიძლება მოხდეს თეორიულად, მოხდება პრაქტიკულად აუცილებლად. ოჯახური სიწმინდე თუ გაქვს ამოჩენებული საყვარელ თემად ალაყბოთ და მზად ხარ რომ გადანერგილითმა დაიპუტო ღერაღერა ჩემზე ერთგული ქმარი და მამა პლანეტაზე მხოლოდ ბატონი ბიძინაო, აი მან მოგეწევა ზუსტად. მეორე. დღიდან ტელევიზორში პირველი გამოჩენისა შენ ხარ საჯარო ფიგურა. საჯარო ფიგურაც შეიძლება კომიკური და ბრიყული იყოს, მაგრამ ეს საჯაროობას არ აუქმებს. და მესამე. იხილე პირველი. როცა მერფის კანონი ერთხელ აგიხდა და სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თან გაილახე, თან გაპაზურდი, თან ციხეხეხე და თან დიდი მაყუთი დატოვე ჯარიმად, მოდი გაეშვი ამ უცხოეთში სიარულს. მივხვდი რომ არაა შენი საქმე, გწყენს, ხო ხედავ, გწყენს ბიჭო. 13 იანვარს 35 წელი შეუსრულდა ამბავს, რომელიც ჩვენს 9 აპრილთან ერთად საფუძვლად ჩაეშენა საბჭოთა კავშირის დაშლას. ვილნიუსში მაშინ საბჭოთა არმიამ და უშიშროებამ ტანკებით გადაუარეს მომიტინგეებს, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ და დამოუკიდებლობას ითხოვდნენ მხოლოდ. ტანკებით გადაუარეს პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის. არ ვაჭარბებ საერთოდ. დაიღუპა 14 ადამიანი, მათგან ქალი მხოლოდ 1 იყო. 9 აპრილიდან განსხვავებით. ოკუპანტების მხარეს დაიღუპა კგბ ჯგუფ ალფას 1 ოფიცერი, რომელსაც რიკოშეტით მოხვდა თავისივე მეგობრის მიერ მშვიდობიანი ლიეტუელებისთვის ნასროლი ტყვია. ბუნებრივი იყო, რომ ამ ამბების შემდეგ სამკვირაში ჩატარებულ რეფერენდუმზე დამოუკიდებლობას მხარი 85%-მა დაუჭირა. რამდენიმე თვეში მოხდა მოსკოვის პუტჩი, დეკემბრის ბოლოს კი საბჭოეთი საერთოდ დაიშალა. ეს არის ფაქტები, რომლებიც ვიკიპედიაში შეგიძლიათ ამოგრებოთ, მაგრამ ახლა სხვა რამ მინდა ვთქვა. 1991 წლიდან ლიეტუვას არ შეუწყვეტია საქმის გამოძიება, არც ერთი დღით. ძალიან გაიწელა, გართულდა, მაგრამ 2019 წელს ვილნიუსის სასამართლომ 67 ადამიანი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლა. ამათგან პროცესს სულ ერთი ესწრებოდა, საბჭოთა არმიის ყოფილი მაიორი, რომელიც შემთხვევით დააპატიმრეს ბევრი წლის შემდეგ. სადღაც საზღვარზე. 66 ბრალდებულს განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, მათ შორის თავდაცვის ყოფილ მინისტრ იაზოვს და მისცეს 10 წელი. რუსეთი გაგიჟდა და გადაერია და საერთაშორისო ძებნა დააწესა ლიეტუელ მოსამართლეებზე, გამომძიებლებზე, პროკურორებზე, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდა. მაგრამ ახლა რაღაც იზამდა. და მე აქ მაქვს კითხვა. სადაა 9 აპრილის გამოძიება? რა გამოვიძიეთ ჩვენ? ვისი ბრალი დავადგინეთ? რომელიმე გენერლის? რომელიმე პოლიტიკოსის? კაი, გამსახურდიას არ დასცალდა. კაი, შევარდნაძე შეეშინდა, მისი გვარი არსად გამოჩენილიყო. კაი, სააკაშვილი მავნე იყო და მის ნაცვლად ახლა ბოდიშებს უხდი ტერორისტებსა და მკვლელებს. მაგრამ 13 წელზე მეტი ხომ არას ჭეშმარიტად ეროვნული სახალხო და ლეგიტიმური ხელისუფლება ყავს, ვაჟკაცებისა და პატრიოტების გუნდი. ამან რატო არ გამოიწია? იმიტომ ხომ არა რომ თბილისის ჯალათი ალექსანდრე ლებედი ბანკ რასიისკი კრედიტის პრეზიდენტის ბორის ივანაშვილის ძმაკაცი და ბიზნეს პარტნიორი იყო. იმიტომ ხომ არა რომ ბორის ივანაშვილი მის საპრეზიდენტო კამპანიას აფინანსებდა 1996 წელს, სულ 7 წელიწადში თბილისის ამბებიდან. მერე კი დიდად იხეირა მასთან ერთად უშიშროების საბჭოს დივნად და კრასნოიარსკის გუბერნატორად ლებედის დანიშნით. კრასნოიარსკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი გაგიგონიათ საერთოდ. კრასნოიარსკის ნიკელი, კარიერები, მაფიისა და კილერების მეთაური ანატოლი ბიკოვი დაძებდნენ ხალხო, ბევრ საინტერესოს გაიგებთ. ან ის ხომ არ იყო მიზეზი, რომ მაინც და მაინც ბანკ რასიისკი კრედიტის პრეზიდენტის, მაინც და მაინც ბორის ივანაშვილის მრჩევლად იმავე 90-იანებში დაინიშნა გენერალი კატუსევი, საბჭოთა კავშირის ყოფილი მთავარი სამხედრო პროკურორი, ვინც ხელმძღვანელობდა 9 აპრილის საბჭოთა გამოძიებას და ვინც ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ დამნაშავეები იყვნენ მომიტინგეები და საწყალი საბჭოთა მედესანტეები მხოლოდ თავს იცავდნენ.
საერთოდ როგორ მოხდა, რომ 140 მილიონიან რუსეთში საქართველოს ყველაზე დიდი პატრიოტი ბორის ივანაშვილის გარშემო საქართველოს ყველაზე სისხლიანი მტრების წრე შეიკრა. Რაღა მაინც და მაინც ბატონი ბორისის გარშემო. Რაღა მაინც და მაინც მას უნდა ემეგობრა. Რაღა მაინც და მაინც მას უნდა ეხადა ხელფასები და პრემიები გენდერლებისთვის, ვისაც ხელები 16 წლის ქართველი გოგონების სისხლით ჰქონდა მოთხრილი. ეს კითხვები არსად გაქრება. დიდი ქოციანობის დროსა და მის შემდეგაც. და საქართველოს ამ კითხვებს პასუხის მიღებამდე დასვამს. ცეცხლი ყველა ოლიგარქიას. ყველგან. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და